მე სულხან-საბა ვარ, ეს ვიდეო კი არის იმათთვის, ვინც ცდილობს გახდეს სპეციალისტი. როდესაც ვასრულებ ჩემს სამუშაოებს, ყოველთვის ვაკრავ სერტიფიკატს ან ლიცენზიას. ეს ჩემი სიამაყე სასტუმროების ქსელი არეაპარკია ბაკურიანში. შეიძლება ბევრი თქვენგანი ყოფილა ამ სასტუმროებში. დიახ, ეს სასტუმროები ჩემი შესრულებულია. პროფესიონალ გუნდთან ერთად 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მშენებლობის დაწყების დღიდან დასრულებამდე შევასრულეთ ელექტრობა სრული თავისი შიგთავსით, რასაც ქვია ელექტრობა, ასევე ინტერნეტი და სახანძრო უსაფრთხოების დაქსელვითი სამუშაოები. არეაპარკში მუშაობა ეს იყო სირთულეებთან გამკლავება, პრობლემების გადაჭრის გზების პოვნა, რამაც სამომავლოდ გზა გაგვიხსნა და ხელი შეგვიწყო სამშენებლო საქმიანობაში. დიახ, ზუსტად არეაპარკიდან დაიწყო ჩვენი სამშენებლო მოღვაწეობა კონკრეტულად ბაკურიანში. ზუსტად არეაპარკი იყო ჩვენი სავიზიტო ბარათი ბაკურიანში, თუ ვინმე სურდა ჩვენთან თანამშრომლობა. დიახ, ჩვენ ვიშველიებდით არეაპარკს, რომ ის იყო ჩემი შესრულებული, ჩემი გუნდის შესრულებული და ამას ჩვენ აქტიურად ვიყენებდით. 150-ზე მეტი საცხოვრებელ ტურისტული აპარტამენტის ელექტროფიკაცია, სრული ელექტროფიკაცია, ძალოვანი კაბელიდან დაბალი კვეთის სადენებით დასრულებული, ძალოვანი ტრანსფორმატორიდან და მრიცხველიდან დაწყებული ნათურის ჩათვლით სრული ელექტროფიკაცია და ასევე ინტერნეტის დაქსელვა და სახანძრო უსაფრთხოება. როდესაც წარმატებით დავასრულეთ სამივე სასტუმროს ელექტროსამონტაჟო სამუშაოები, არეაპარკის ხელმძღვანელობამ პირადად მე შემომთავაზა ახალი პროექტი, ეს იყო მათივე სახელობის არეა 26-ის რესტორნის სრული ელექტროფიკაცია, რომელიც უკვე დაწყებული იყო კარკასი, მიმდინარეობდა მშენებლობის პროცესი, თუმცა იყო დროის პრობლემა, მოკლე ვადებში უნდა მომხდარიყო მისი ელექტროფიკაცია და შემდგომ სამუშაოების გაგრძელება, რათა 2019 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო და 1 იანვარს უნდა შეხვედროდა გახსნილი რესტორანი. ეს იყო გამოწვევა და შანსიც. გამოწვევა იმიტომ, რომ იყო დროის სიმცირე, იყო დიდთოვლობა და ყინვა და ასევე ზოგი სამუშაოები